გამარჯობა. მორიგი თემა. ინტუიცია. როდის შევთანხმდეთ იმაზე, რომ ინტუიცია აქვს ნებისმიერ ადამიანს და ესეთი რაღაც წინა გრძნობა. ინტუიცია. ეზოთერიკული ხედვა და ნეიროფსიქოლოგიური საფუძვლები ინტუიციის. მოდი გავშალოთ ეს იდეა უფრო დეტალურად. ინტუიცია ეზოთერიკული მიდგომებით ეს არის და ვლინდება ეზოთერიკულ ტრადიციებში ინტუიცია ითვლება როგორც სულის ხმა ზეგონიერი ცოდნის მიღების არხი მესამე თვალის ფუნქცია ანუ აჯნა ჩაკრა რომელიც არის და მაღალი ცნობიერების ეგრეთ წოდებული მაღალ მესთან შინაგანი მეგზურის კავშირი ეზოთერიკაში ინტუიცია არა უბრალოდ გრძნობების თამაშია, არამედ არის შინაგანი ცოდნა, რომელიც მოდის ლოგიკისა და ანალიზის მიღმა. უნარი დაუკავშირდება ინფორმაციის სფეროებს, რომლებიც ჩვეულებრივი ცნობიერების მიღმაა. აკაშას ქრონიკები და კოლექტიური არაცნობიერი და ასე შემდეგ, ესეთი რაღაცები შედის ამაში. ჭეშმარიტების უშუალო აღქმა ყოველგვარი მენტალური მანიპულაციის გარეშე. ეზოთერიკული სწავლებებით ინტუიცია ვითარდება და შეგვიძლია განვავითაროთ მედიტაციით, ჩაკრებთან მუშაობით, გონების დამშვიდებით, ეგოს ესეთი ჩხავანა ეგოს გაჩუმებით და დაბალანსებით. მე ზოგადად ხშირად ვახსენებ ამას თეთრი ფურცლის თავში თეთრი ფურცლის მდგომარეობას, თეთრი ეკრანის მდგომარეობას. ასევე შინაგანი სიმშვიდის პოვნით და შეგვიძლია ასევე სიმბოლოებთან და სიზმრებთან მუშაობით, ანუ დაფიქსირებით და კონტროლით. კონტროლი გულისხმობს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ დისციპლინა სიზმრების. შემდეგი ინტუიცია, ხოლო ინტუიცია ნეიროფსიქოლოგიური საფუძვლებით, როგორ განიხილება. მეცნიერულად ინტუიცია, განმარტება ინტუიციის ასეთია: სწრაფი, არაცნობიერი ინფორმაციის დამუშავება, რომელიც აგებული გამოცდილებებზე, გრძნობებზე და გონების სწრაფ ასოციაციებზე. ინტუიცია მუშაობს ნეიროფსიქოლოგიურად. ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს ინტუიცია? ლიმბური სისტემა, რასაც ემოციური ტვინი ქვია, სწრაფად ამუშავებს სიგნალებს, რომლებსაც არ ვერ ვაცნობიერებთ. ესეთი კორტექსი ტვინს აქვს ესეთი ნაწილი კორტექსის, მართავს ჰიპოთეტურ აზროვნებას, გრძნობს ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს გამოცდილებაზე დაყრდნობით. და სარკისეული ნეირონები ჩვენს ტვინში გვაძლევენ უნარს სხვისი განწყობის და განზრახვის ინტუიტიურად აღქმის. კვლევები გვიჩვენებს, რომ ტვინი იჭერს ესეთ ნატიფ სიგნალებს გარემოდან, მიმიკები, ტონალობა, ენერგეტიკული ვიბრაციები, მაგრამ მათი უმეტესობა არ გადის ცნობიერ დონეზე. ისინი პირდაპირ ინტუიციური შეგრძნებების სახით ვლინდება. მაგალითად, არ მომწონს ეს ადამიანი. ინტუიციურია ეს შეიძლება თქვას ადამიანმა. ან აქ რაღაც არ არის სწორად, რაღაც არ მომწონს. ესეც ინტუიციურია, მაგრამ ეს არის ზუსტად ტვინის ესეთი ან ჩამონათვალიდან ანსარკისებული, ან ესეთი სიგნალებით მიწოდებული ინფორმაცია. ინტუიციის განვითარების გზები ეზოთერიკაში და ნეირომეცნიერებაში. მედიტაციები, როგორც ვთქვი, ამშვიდებს ნეოკორტექს, ტვინის იმ ნაწილს და ამძაფრებს სუბტილურ სიგნალებზე ყურადღებას. სხეულზე დაკვირვება. ინტუიცია ხშირად მოდის სხეულის შეგრძნებებით. ესეთი მუცლის შეგრძნებებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია
პირდაპირ კავშირშია ინტუიციურად შეიძლება ჩვენ ვიგრძნოთ მუცლის არეში რაღაც ესეთი მდგომარეობა და ეს შეიძლება ძველი გამოცდილებიდან იყოს გამოწვეული. სიმბოლური აზროვნება და სიზმრების ანალიზი, რომელიც უკვე ვახსენე, როგორც კოლექტიური არაცნობიერი გზავნილების გაშიფრვა. უნდა ვისწავლოთ სიზმრების, ასე ვთქვათ, სწორად ხედვა. წინასწარი განწყობის გათიშვა, რაც უფრო ნაკლებია მოლოდინი ადამიანებში, მით უფრო წმინდა ინტუიციური ინფორმაცია. ანუ აქ უკვე ვეხებით ისე ეგოს. როდესაც გაგვაქვს მოლოდინები რაღაცეებიდან, უკვე თუ კი გვინდა რომ გამოვიმუშაოთ სწორი ინტუიცია. და ენერგეტიკული ვერის გაძლიერება. სუფთა ველი უფრო მარტივად იჭერს სუბტილურ ინფორმაციას. ინფორმაციას. ანუ მუცლის დონეზე სხეულის დაკვირვება ინსტინქტური ქვია მაგას კიდე. ინტუიციის ევოლუციური ფუნქცია. ინტუიცია არის სწრაფი გადარჩენის ინსტრუმენტი. პირველ ყოფილ საზოგადოებაში საფრთხის ინტუიტიური შეგრძნება. და ამაში შეიძლება გაუშვათ ის რო ვახსენე. სწრაფი სოციალური ორიენტაციის უნარი. ვინ არის სახიფათო, ვინ არის საიმედო, ინტუიციურად შეიძლება ესეთი პირველი ინტუიციური შეგრძნება მოგვივიდეს ადამიანებზე. გადაწყვეტილების მიღების ბუნებრივი და სწრაფი გზა, როდესაც დრო არ არის ანალიზისთვის და ინტუიციურად სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამას აკეთებს ადამიანი. საერთო სურათით ეზოთერიკული ხედვა და ნეიროფსიქოლოგიური მოდელი ერთმანეთს ავსებენ, როგორც ყოველთვის. ეზოთერიკა ამბობს, რომ ინტუიცია არის სულიერი ინფორმაციის მიღების არხი. ნეირომეცნიერება კი ამბობს, ინტუიცია არის ტვინის არაცნობიერი სუპერგაანალიზება. რეალობაში ორივე ერთად მუშაობს. ინტუიცია კიდევ უფრო ესეთი ღრმა ხედვაა. ეზოთერიკულ ხაზში, პლანში ინტუიცია როგორც არხი სულიერი ცხოვრებიდან. ეზოთერიკაში ითვლება, რომ ჩვენ ადამიანები ვართ სიცოცხლის მრავალფეროვანი სისტემა: ფიზიკური სხეული, ემოციური სხეული, მენტალური სხეული და სულიერი არსება. ინტუიცია არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სულიერი არსება უგზავნის სიგნალებს ჩვენს მენტალურ-ემოციურ დონეს. ეს სიგნალები მიდის სიმბოლოებით, განცდებით, მოულოდნელი შთაბეჭდილებებით და წინასწარი ცოდნის ფორმით. ეზოთერიულ სწავლებაში ინტუიცია ხშირად უკავშირდება მესამე თვალს, აჯნა ჩაკრას, როგორც ვახსენე, რომელიც აცნობიერებს უხილავ ენერგიებს, იჭერს ინფორმაციურ ველებს, ესეთი გენეტული ველები. მუშაობს უსიტყვო კომუნიკაციასთან, ტელეპათია, ეს ჩაკრა, სიგრძმრები. ძირითადი პრინციპი აქ არის, როცა ცნობიერი გონება, ეგრეთ წოდებული ეგო და ანალიტიკური აზროვნება არის დაძინებული, მაშინ სულიერი ცნობიერება აქტიურია. მე მინდა რომ ეს კარგად გაიგონოთ. ინტუიცია მუშაობს და სწორი არის მაშინ, როდესაც ეგო და ანალიტიკური აზროვნება არის დაბალანსებული, გაწორასწორებული, დაძინებულია, ასე რომ ვთქვათ, სწორედ მაშინ არის ცნობიერება აქტუალური. ეზოთერიული ინტუიციის საფეხურები როგორია? ფიზიკური ინტუიცია. როგორ ვლინდება? ეს ვლინდება სხეულის რეფლექსური სიგნალებით, გულის აჩქარება, საშიშროების წინაშე პირობითად. ემოციური ინტუიცია, აუდინაციური აღქმა გრძნობით. რას გრძნობს სიტუაციის ან პიროვნების მიმართ. ეს ამას უნდა დააკვირდეთ. მენტალური ინტუიცია, გონებრივი ცხადი ცოდნა, მოულოდნელი პასუხები. ისეთი პასუხები, რომ პირობითად, მე ამას ვუპასუხე, ან სწრაფი პასუხის დაბრუნება ქვია ამას. სულიერი ინტუიცია, ღრმა შინაგანი გაგება, რომელსაც არ ჭირდება ახსნა.
შეხედეთ დღეს მე ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემ მაღალ მესთან დაკავშირება, ჩემ და უსასრულობა, უტოპიას რასაც ვეძახი. სწორედ აქ არის აქ საუბარი. სულიერი ინტუიცია. ღრმა, შინაგანი გაგება, რომელსაც არ ჭირდება ახსნა. ეს არის სულ უმაღლესი საფეხური, სულიერი ინტუიცია და ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია პირდაპირ კავშირი თავის სულიერი არხიდან სამყაროსთან. თავისი სულიერი არხიდან კავშირი სამყაროსთან. ნეიროფსიქოლოგიური საფუძვლები კიდევ უფრო ღრმაშრეებია. თანამედროვე ნეირომეცნიერება გვაჩვენებს, რომ ინტუიცია მუშაობს რამდენიმე დონეზე. სუბმინიმალური აღქმა. ტვინი მუდმივად აღიქვამს უსასრულო მოცულობის მონაცემებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილი გადადის ცნობიერ დონეზე. დანარჩენი აგროვებს გამოცდილებას და ქმნის ინტუიციურ პატერნებს. ესეთი ჩვენ რო გგონია, რომ უფრო მარტივიანით რო ავხსნათ, რომ რაღაცები გვავიწყდება დღის განმავლობაში, რასაც თვალი და ტვინი ხედავს, არ არის ეს. ეს ყველაფერი იწერება იმ რაღაც ნეირონულ სისტემაში, ტვინში და ეს გადადის სწორედ პატერნებში. შეიძლება თვალმა დაინახოს რაღაც საშიშროება, მაგრამ იმ წუთას არ ჩათვალოს, მაგრამ სხვა მომენტში პირობითად უკვე სულ სხვა რაღაცისგან ნიშანი მოგცეს, რომ ეს საფრთხეა. და ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ეს უკვე ტვინში ჩაწერილი ინფორმაცია. ეს არის როგორც თქვი, ნეირო ფსიქოლოგიიდან გამომდინარე. შემდეგი მეხსიერება. როცა ჩვენ უბრალოდ ფიქრებით არაფერს არ ვაკეთებთ, ტვინი მაინც აქტიურია. ეს ხდება ძირითადად, როდესაც გვძინავს. და ესეთი Windows-ის პრინციპი რო წარმოვიდგინოთ, ხო არის ესეთი დიდი ქსელი Windows-ის და რომელსაც არ ძინავს. შეიძლება ჩვენ კომპიუტერი გავთიშოთ დავასვენოთ, მაგრამ ის მაინც მუშაობს. ესეთი მდგომარეობაა რა. და სწორედ აქ ხდება იდეების მოულოდნელი გაჩენა. ძილის დროს ადამიანებში, მერწმუნეთ. ხდება კრეატიული ინტუიცია, აჰას მომენტები, აქ ხდება სარკისეული ნეირონების სისტემა, სხვა ადამიანების, რომელიც უკავშირდება სხვა ადამიანების ემოციებს, განწყობებს და ქცევას ჩვენს ტვინში სარკისებული ნეირონები პირდაპირ ასახავენ. ამიტომ ხანდახან ვიცით, რომ ვიღაც არის გულწრფელი ან გრძნობს რაღაცას, რასაც სიტყვით არ ამბობს. და გადმოდის შემდეგ ეს ემოციურ დონეზე. ნეიროფსიქოლოგიური ინტუიცია რეალურად არის სწრაფი, მომენტალური და უკონტროლო, არაცნობიერი პროცესი, სადაც ტვინი ახდენს მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცვლას და აწარმოებს ყველაზე ოპტიმალურ შეგრძნებებს. ეზოთერიკული და ნეიროლოგიური ხედვების ერთიანობა, ინტუიცია არის როგორც სულიერი გზავნილი, ეზოთერიკულ პლანში, ეზოთერიკულ ხაზში, ასევე სენსორული და არაცნობიერი ინფორმაციის უმაღლესი დამუშავება ნეირომეცნიერებაში. ორივე ხედვა მიიჩნევს, რომ ინტუიციისთვის აუცილებელია გონებრივი ხმაურის ჩაწყნარება, ყურადღების დახვეწა, შინაგანი სიჩუმის პოვნა. ეს არის აუცილებელი. ინტუიცია უდრის სულიერი ცოდნის და ბიოლოგიური ინტელექტის ერთობლიობას. სრულიად ავთენტური ინტუიცია იბადება იქ, სადაც გული, სხეული და სული მუშაობენ სინქრონში. გული, სხეული და სული მუშაობენ სინქრონში. რასაც ქვია გონება, ემოცია და ინსტინქტი. სამი შემადგენელი ნაწილის. ამიტომ გინდათ გამოიმუშაოთ, გქონდეთ კარგი ინტუიცია, მაშინ
ჩამოაყალიბეთ დისციპლინა, იმუშავეთ და თქვენ შეგიძლიათ გაქვთ ამის შესაძლებლობა, რომ გქონდეთ ესეთი ინტუიციური, სწორი ხედვები ცხოვრებაში. მადლობა.